გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ისეთი პროცესები ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება არა მარტო საქართველოში, საქართველოს ირგვლივ და სამწუხაროდ ის რაც ქართული საზოგადოების ინტერესის ქვეშ არის მოქცეული, განსაკუთრებით ამ პერიოდში, არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ ეს თემები განსაკუთრებით ყურადღებით იქნას განხილული. გულისხმობ აი ვაჟბატონის გმირად შერაცხული დიდი პატრიოტი მერაბ დვალიშვილის ასე რომ ვთქვათ არ ვიცი ქართულად როგორ პერეპალკას ეძახიან რუსები რაც ხდება რა დიდი მადლობა ყველას ვინც ნახეთ ჩემი ბლოგი უამრავი ადამიანი წერდა კომენტარებდა 1000-ზე მეტი კომენტარი არის დაწერილი სადღაც 50000 ნახვა მეძია გადასული და დეტალურად იყო იქ ყველაფერზე პასუხი გაცემული ამ ვაჟბატონთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მოხვედრია ბევრი რაღაცეები, გულზე ძალიან ბევრი ქართველი არის შეურაცხყოფილი და ეს არ ყვაროდა ამ ყველაფერს და ეხლა გამოვიდა აგერ და თლაც სასწაული დაწერა აგერ ინგლისურად სხვათა შორის მიუძღვნა ტექსტი მას თქვენო ვისაცო არაფერიო აი ჩემი სიტყვები არა პირდაპირ ვციტირებ, შევეცი ყველას, ვინც იმაზე ლაპარაკობს, რაც არ იცისო. ხო, ну ალბათ პირველ რიგში საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობ, რაც არ იცი. მე ახლა ამ ლაივში არ ვაპირებ ჩემო კარგებო უბრალოდ რომ გავაფცელო ამ თემაზე საუბარი, დღეს მე მექნება ბლოგი დავამზადე ამასთან დაკავშირებით, არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ მეორე ბლოგი პრაქტიკულად გაგრძელება იმ ყველაფრის ამ ვაჟბატონის ნავაშკაცარ საქმეებზე და ძალიან ბევრ რაღაცეებზე და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს იქნება ბლოგი სადაც თბილისის დროით 9 საათზე იქნება დადებული ჩემი YouTube-ის არხზე და შეგრძანდით და შეგიძლიათ ნახოთ ამ პატრიოტი თავდადებული ვაჟკაცის ქცევები და ქმედებები და თუ ეს რაიმე ჩარჩოში ჯდება ჩარჩოში თუ ჯდება რამეში ახლა როგორც ეს იქცევა და ამდენ ხალხს შეურაცხყოფას გვაყენებს აქვს ყველას ვინც თურმე ვერ ყვევით თურმე რაღაცეებში ამან ვის რა უნდა უთხრათ ცხოვრებაში წინი არ აქვს წაკითხული ვინმე არა ხართ ამის ახლობელი შინაური ვინმე არა ხართ ვინმე რო უთხრათ ჩაიგდოს ენა მუცელში და იყოს მისთვის წყნარად თუ იმდენს უხდიან ამ მისი MMA-ს გაправებაში რომ ვერანაირად ყველანაირი შეურაცხყოფის საქმე რა ქვია მოთმენა შეუძლია და ფეხებზე კიდია ყველაფერი თუ ის მიზინაბოზარი მეგობარი რო ყავს ეგ იმაში რა ქვია ერევანში რო ყავს და ცარუკიანი რო ჩამოდის თბილისში იმას დაუჯდეს და იმას ელაპარაკოს და იმას შეაგნებიოს ტაშფანდური რო აქვს გამართული ილია თოფურიას მარცხზე ვის უნდა უკითხოთ ბიჭო თქვენ ვის უნდა უკითხოთ თქვენ ლექციები პატრიოტიზმის როგორი მეგობრების ყავთ ისეთები ხართ თქვენც და ისე გიყვართ ქვეყანა ვიღაცამ წავიდა სადღაც ფული იშოვა რაღაცა ცნობილი გახდა და დიდი ქართველად შერაცხყვით ეს ემოციური საზოგადოება ქართული საზოგადოება რომ ვიღაცამ სადღაც ჩემპიონი გახდა და დიდი ქართველი მოიწყო მისი ცხოვრება გაზოგ მერტმაში არ გოს მისი მილიონები და მილიარდები რა შეხება აქვს ამას დიდ ქართველობასთან რა შეხება აქვს ისევე როგორც ძალიან ბევრ სპორტსმენს რომელსაც ფეხი გადადგა და პოლიტიკაში წავიდა და საგინებელი პირი სალანძღავი გაიხადა არა ხალხო ესენი დიდი ქართველობა სხვა რაღაცას ნიშნავს არა აქვს მნიშვნელობა იმას დიდი ძალა გაქვს და შენი ძალით რაღაცეებს აღწევს არ ნიშნავს რომ დიდი ქართველი ხარ რა პიროვნებად ამათ საერთოდ არაფერი ის არ აქვს არ მინდა ახლა გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ვისაც გაინტერესებთ გავეცი პასუხი არანაირი სურვილი არ მქონდა მეორედ გავეცი ამ ვაჟბატონს პასუხი და დეტალურად ამ უმწურავად მაქვს ნასაუბრები ყველაფერი ამიტომ შეგიძლიათ დღეს თბილისის დროით 9 საათზე დაიდება ეს ვიდეო და შეგიძლიათ შეგრძანდეთ და ნახოთ. მე სულ სხვა თემასთან დაკავშირებით მინდა საუბარი, რომელიც არის აი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი, მაგრამ ეს ყველაფერი მეორე პლანზე არის გადასული, იმიტომ რომ ემოციური საზოგადოება ვართ და ეს უფრო გვაინტერესებს, ვიდრე ქვეყნის ირგვლივ რა ხდება და ან თუნდაც ქვეყანაში რა უბედურება ხდება. ასე რომ გვადარდებდეს ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის ტკივილი და ასეთი რეაქციები გქონდეს ბევრ რაღაცეებზე, ასე უბედურ დღეში არ ვიქნებოდით ქვეყანა. ნუ მაგრამ ვართ ახლა როგორიც ვართ ეს საზოგადოება ისეთი ვართ და ეს არაფერს არ ცვლის იმ რეალობას რა რეალობაში ცხოვრობთ. მოკლედ ხიმიური სასწავლების ეპოქაში ვართ. დიდხანს არ მოგაწყენთ თავს და აუცილებლად ამ თემებთან დაკავშირებით ხვალდაზე გავაკეთებ ბლოგებს
რომელიც ეხება რაც რუსეთ-უკრაინის ომი აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში არის გადასული, რადიკალურად სხვა სიბრტყეში არის გადასული და უკვე რაც არ იყო მოსალოდნელი და ვერავინ ვერ ფიქრობდა ისეთი მოვლენებიც ვითარდება. ანუ კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბას არავინ არ ფიქრობდა და არ ყოფილა ეს ერთეული შემთხვევა, იქ კიდე სხვა ბევრი რაღაცეები არის დაბომბილი, რაც ძალიან არანაირ სამხედრო მიზანს არ წარმოადგენდა. ისევე მეორე მხრიდან მოსკოვის დაბომბვა, ანუ ფაზაში გადადის ეს ყველაფერი. ომი ნელ-ნელა დიდ განშტოებებს იღებს. იგივე რუმინეთთან მიმართებაში რაც მოხდა არც ისე დიდი ხნის წინ პრაქტიკულად ნატოს სივრცეში მოხდა შეჭრა, არ ვიცი რუსული დრონიო და თავდასხმა განხორციელდა პრაქტიკულად ნატოს წევრ ქვეყანაზე, რუსები ძახიან ამერიკული დრონი იყო, უკრაინული დრონი იყო. სადაა ეს თქვენი მეხუთე პუნქტი, რომელი მეხუთე პუნქტმაც თურმე უნდა დაიცვას ნატოში წევრი ყველა ქვეყანა, კაციშვილი ამას არ აკეთებს და არც გაუკეთებიათ და არც გააკეთებენ. მაგრამ ფაქტია რომ გადადის, უკვე ცდება ეს საზღვრებს. აღარაფერს ვსაუბრობ უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, სადაც დღე არ გავა, რომ დრონები არ ჩამოწვივდეს. ეს უკვე პრაქტიკულად ბალტიიდან შავ ზღვამდე ამ ომმა უკვე მიიღო სულ სხვა სახე. აგერ უკვე ლუკაშენკოს და ბელორუსიის ჩათრევაზე არის ამ ომში კიდე საუბარი. აგერ გუშინ წინ ესეთი ამბები მოხდა, ბელორუსი ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელიც მიდიოდნენ რუსეთიდან, სპორტული გუნდი იყო, რაღაცა ბრუნდებოდნენ სამშობლოში, დრონი დაეცა და იქ დაღუპულებიც იყვნენ ახალგაზრდები, მოზარდები, დაჭრილები, იქაც აშინელება ხდება. იქაც ზელენსკის ძალიან დიდი გული აქვს მიცემული და საერთოდ ჯარები გაიყვანეთ ჩემი საზღვრიდან. არ გამორიცხოთ ხვალზე, კიდე ერთი სლავიანური ქვეყანა, მით უმეტეს ბელორუსი ახლა პრაქტიკულად რუსეთის მხრიდან რო არ ჩავთვალოთ, აი ამ ნატოს და მისი მოკავშირეების სამხრივ ალყაში არის, ასე რომ ვთქვათ. და შეიძლება იქაც გადავიდეს ომი, უპრობლემოდ ეს ჩვეულებრივი პროცესებია, სინქრონული პროცესები არის, რომელსაც ძალიანაც რო უნდოდეს, შეიძლება მარტვეს ვერ შეაჩეროს. ასეა, ომს იდიოტები იწყებენ მარტივად და მერე 1000 ბრძენი ვეღარ ამთავრებს. აიღეთ აგერ ირანის კონფლიქტი, ნახეთ აგერ რა ხდება, ამდენი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამერიკის და ირანის პრეზიდენტები აწერენ ხელს მემორანდუმს, რომ უნდა შეწყდეს, არა ისრაელი გამოხდება, ისევ განახლდება კონფლიქტი, ისევ ეს არის ზოგადად იურა შენ შემოგევლე, აგერ ეხლა დავდებ ვიდეოს და ნახე, არ ვაპირებ მე მაგ იდიოტზე მეტ ლაპარაკს რა. რა უნდა ვილაპარაკო? მე მერაბდვალიშვილზე, რა უნდა ვილაპარაკო? ვინაა საერთოდ მერაბდვალიშვილი? ვინაა მერაბდვალიშვილი? გეკითხებით, აი ნებისმიერს გეკითხებით. რა გაუკეთებია ისეთი, რაც არ გაუკეთებია ნებისმიერი სპორტის სახეობის მსოფლიო ჩემპიონს? აი რა ვინაა ეს ადამიანი? აი ვინ არის ეს ადამიანი? გამაგებიეთ რომ ამდენი დრო დაუთმათ 2 დღე, 3 დღე, 4 დღე, როცა ჩვენ სირგლივი ერისბედი წყდება. გამაგებიოს ვინმე ვინაა ეს ადამიანი, რა გაუკეთებია სამშობლოსთვის, ერის მომავლისთვის იმდენი, მე ვერ ხვდები, იცი? და ვლაპარაკობთ ამდენი ადამიანი ამ ხეპრე ადამიანზე, რომელ ხეპრე ადამიანსაც არავინ არ ყავს ირგვლივ, რომ უთხრას, რომ არ გააკეთო ეს, რასაც აკეთებ, არა გაქვს შენ მაგის არც განათლება, არც სინდისი გაქვს, არც ნამუსი გაქვს, არც ისტორია გაქვს იმის. მეგობარი შენ არ გივარგა. შენი საქციელს არ გავს. წასულით რითი გაქვს საამაყო, გარდა იმისა, რომ შენ თავს მიხედე და წადი და ჭიქსადღაც ჩემპიონი გახდი, აღარა მაქვს ადამიანურ თუ არა ადამიანურ საკითხებთან დაკავშირებით ის წარსული რაც გააჩნია. რატო უნდა ვილაპარაკოთ ამ ადამიანზე? არც ყიდავს ეს ჩვენი ერის ბეც, ეს ემოციური ფონი არის, რომელზეც გადართვა ხდება და ეხლა ის ღმერთო თოფურია გამოაჯამრთელე და დაბრუნდება და გასცემს და რევანშს აიღებს აუცილებლად და თოფურიამ თუ მედალი დაკარგა, ჩემპიონი ქამარი უпростоრად. ქამარი დაკარგა, ხო? ცარუკიანმა და ბარეორმა ცარუკიანის თამადობით ღირსება, კაცობა და ადამიანობა დაკარგეს, რასაც უკან ვერასდროს ვერ აღიდგენენ და თოფურია შეძლებს და აღიდგენს. მე ვინა ვარ, მე ერმილე ნემსაძე ვარ და ვინცა ვარ და რაცა ვარ, ჩემ ბიოგრაფიაში ყოველ შემთხვევაში თუ რამე არ გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ჭყალებში,
ესა რა ქვია, არც არაფერი გამიფუჭებია და არ მიმიყენებია შეურაცხყოფა ადამიანებზე უსამართლოდ. დამსახურებულად კი, ხო, არ მაინტერესებს ახლა თქვენაი პროვოკატორები რას იფიქრებენ. ვინა ვარ და ისა ვარ, აი. შემოცვიდნენ ესენი. ხო, და აი ამ უბედურების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და უნდა ვისაუბროთ აი ამ ვიღაცა გამძღარ შტერზე, რომელსაც ელემენტარული ლოგიკა და ელემენტარული აზროვნება არ გააჩნია. რომელიდანაც ყველაფერი ცუდი არის გაუნათლებელი ადამიანიდან მოსალოდნელი. გუშინ წინ ეს თქვა, რატო გაგიკვირდათ? 2 წლის წინ რო გამოხდა და შვეიცის სტალინს და სტალინის მომხრეებს უყველას რო იძახოდა და სტალინისტობას რომ აბრალებდით. რაშო მე არავისტი არა ვარ ცხოვრებაში. ვამბობ ის გინდა ზვიადი იყოს, გინდა სტალინი იყოს, რა ქართველები რო არიან და უკეთებიათ მისი ქვეყნისთვის და სამყაროსთვის ბევრი რაღაცა და ეს არ ნიშნავს ისტობას, ეს მონური ფსიქოლოგიის ხალხ შეუძლია. შენ ქართველს რო გალანძღავ და შენი ქვეყნის წარმომადგენლებს 10,000-ობით ქართველს რო გალანძღავ. მაშინ არავინ არ მოიგო, ხმა? ეხავდა, ხო? ანუ ის სტალინისტი ქართველებს რო თვლიდან ქართველებად არ მიიჩნევდით. და პირიქით, კარგი იყო ეს, ხო? დღეს რო ყველას მიაყენა შეურაცხყოფა და ყველას აყენებს შეურაცხყოფას, ეხლა გამოფხიზდა საზოგადოება? აი ეს არის, ამაში არის მთელი უბედურება, ბრმა, გაუნათლებელი საზოგადოება. ამაში არის მთელი საქმე და ამაში არის მთელი უბედურება. საერთოდ არ მაინტერესებს, არც MMA მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ და არც საერთოდ ის ამერიკული სპორტების ისა რა. არაფერი რა და ბრეხვა, ვინც ლაპარაკობთ ის რაც არის თო შეგეცით უყველას. როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე თურმე ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც კაცო პროფესიონალები, სამგზის MMA-ის ჩემპიონები, როგორც არის თქვათ რუსლან ბოლქვაძე და სხვა პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ, თურმე ყველას არავის არაფერი არ ცოდნია, ამას ცოდნია თურმე ეს. ხო და ეხლა უნდა ვილაპარაკოთ ამ შტერზე, რამდენიც ახლავე შენ შემოგევლი, აგე რა, თბილისის დროის 9 საათზე იქნება და ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ და გაიცით პასუხი ამ ყველაფერს. მე უფრო მეტი ქვეყნის ბედი მაინტერესებს და ხვალდაზე რა იქნება ჩვენი სამშობლოსთვის ის უფრო მაინტერესებს. და ერთი წივილ-კივილი რო არის ატეხილი კიევ-პეჩორის ლავრა რო დაიბომბა. ამაზე მქონდა საუბარი. ხილული სასწაულია ხალხო. მთელი ამ ურიების ტელევიზია როა ფორმულა. მთელი ეს სალიბერასტეთი გამოვარდნილია და შეწუხებულია კიევ-პეჩორის ლავრაო ესაო დაინგრაო და რატო არ აკეთებს საპატრიარქო განცხადებასო და რატო არ ვაკეთებ თუ ამაზე განცხადებასო. სასწაულია ხალხო, ესენი უკვე გაქრისტიანდნენ. მართლმადიდებლები გახდნენ უკვე ეს ლიბერასტები, ეს ურჯულოები მოინათლენ. ხო და ამაში არის მთელი საქმე, აი ეს დებილი და ეს ავატყოფი ხალხი გვიქმნის იმას, რა ქვია, მომავალს. გუშინ რო ევროპაში უნდა და დღეს რო ტაჯიკეთში ყრილ არიან. ხვალ რო ყაზახეთში წავლიან, მასე შეიძლება იმას შეხვდნენ კიმ ჩენ ინს ქვეყნის ინტერესებს რაც ჭირდება, ყველგან უნდა იყოს, მაგრამ ადრე ამაზე საუბარი რო გრეხი ითვლებოდა. თურმე შესაძლებელი ყოფილა. ძალიან ბევრი სფეროზე არის. აი დღეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი მიდის, სოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდი არის დამდგარი, რომელიც საზღვრებს შეცვლის. და დიდი სისხლი მოყვება ამ ყველაფერს და მიმდინარეობს კიდეც ეს ყველაფერი. რუსეთში უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ ატომური ბომბის დაბომბვაზე ან დიდი მასშტაბის მობილიზაციის გამოცხადებაზე. იმიტომ რომ ეს პრობლემა დაიწყო. ეს მაშინ გაისროლეს, მაიდანზე ერთი გაისროლეს და დღემდე არ გაჩერებულა ეგ ყველაფერი. და დაწყებული არის უკვე ბალტიისპირეთიდან და მთავრდება აგერ რუმინეთამდე. ამ იმაში არის ჩვენი ქვეყანაც მოყოლილი. ხვალ და ზეგ დღეს შეიძლება ასე სიმშვიდე იყოს, ჩვენთანაც შეიძლება ტყვია გავარდეს. და მე რაფერი იქნება ნაცი და კოცი იხსნის ამ ქვეყანას? და მერაბია იხსნის ისა დვალიშვილი? ემეთი რა ქვია, რუსეთი ოკუპანტიას ძახილით? და ესენი გადაარჩენენ ქვეყანას? ესენი დაკრავენ ფეხზე გაიქცევიან და ზოგი იქაა, კარგადა. არა ბიჭო, პარტიზანული იმგეს ჩამოაყალიბებენ დაჯგუფებებს ახლა და ომში წავლიან. დიდი მაქსიმუმ რაც შეიძლება გააკეთონ, სადღაც რომელიღაცა იმასთან საელჩოსთან მივიდნენ და ყვავილები მიიტანონ, ან დროშა მიიტანონ, ან პუტინის სურათი მიიტანონ და ლანძღვაგინება გააკეთონ, ან დიდი ყველაზე დიდი რაც შეუძლიათ გააკეთონ, დაადგენ სადმე და ჩაიხადონ. პროტესტის ნიშნად. და ეს ხალხი გელაპარაკება თქვენ პატრიოტიზმზე. და ამ ხალხს აბარია ესა პოლიტიკა და ოპოზიცია და ეს უბედურება და ამაზე არ ვლაპარაკობთ, ხალხო, ვლაპარაკობთ ამ
გაუნათლებელ, ან უციგნურ ვირის ტვინზე ცოტა მეტი რო აქვს იმ ადამიანზე. და ცუდათაა ჩვენი საქმე. ამიტომა რომ გვტენიან 1000 ჩვენ რომელ ბანაკში აღმოჩნდებით, სად აღმოჩნდებით, რა იქნება ჩვენ ტერიტორიაზე. აგერ ახლა ეს ძალიან ცუდად მენიშნა იქ ყველაფერი, არისო ეს ამბები ესე რომ ვთქვათ, აქამდე მიწყლარებული იყო, კარგახანია NDI და IRA-ის ხსენება აღარაა და დაიწყეს ისევე ეს განწყობის მაჩვენებელი არის ქვეყანაში, ახალი ის ამოაგდეს. ეს რა ქვია, თურმე საქართველოს მოსახლეობის 71%-ზე უნდაო ევროკავშირში გაწევრიანებაო. აი საით მიეკაჩებიან ქვეყანას. აი აქეთ მიეკაჩებიან და დააგვირდით ერთი ის დვალიშვილის მომხრეები და ტაშპანდურის დამკვრელები და შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე ეს ხალხი ყველას შიგ ევროპაში უნდათ. ქართველი ერის გადავლის ხარჯზე. მინდა თვალა ბოლოს 71%. და დააგვირდით თან როგორ წერენ, აი ამას დააგვირდით, ამ წარწერას დააგვირდით. ესე ცხილულ სასწაულებშია შესატანი. ამას აკეთებს რადიო თავისუფლება. მუდმივად ქსენოფობიის და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რადიო. და ხაზგასმით წერს ქართველების 71%-ს. რა ხდება ეს? რაშია საქმე? ეს რა ქსენოფობია რადიო თავისუფლება? ეს რა ფაშიზმია? ქართველები როგორ ახსენე? ქართველები ეს ხო ქსენოფობია არა? აიცი და ამ 71%-ში სომეხი არა, აზერბაიჯანელი არა, ქისტი არა, ოსი არა, აფხაზი არა, ანებისმიერი საქართველოს პასპორტის მატარებელი. რატო წერენ ამას? რატო წერენ ესეთი სტატიები, ესეთი ლოზუნგებით, რატო ხდება ამ ყველაფრის რა ქვია, გამოაშკარავება? იმიტომ როცა ჭირდებათ ესენი ყოველთვის ეროვნებას და ეროვნულ ინტერესებს უნდა ამოეფარონ და ახლა წერენ თურმე ქართველების 71%-ს დომია და საქართველოში მცხოვრები სომხების 100%-ს არ დომია შიგ ევროპაში. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების 1,000,000%-ს ასე რომ ვთქვათ არ დომია იმაში, რა ქვია, შიგ ევროპაში. ქართველებს დომია თურმე მარტო. ეს ყველაფერი რეალურად არის მზადება არის. აი ახლა განსაკუთრებით ამის ნაბოდავზე კი არ უნდა იყოს მთელი გადასული, ხო ძებ ჩვენ რა მოგვივა. ხო ხედავთ ხალხო, საკუთარ ღვიძლ ძმას უკრაინას არ ინდობს რუსეთი და თავისი სიწმინდეების, არ ვიცი როგორ მოხდა, რანაირად ცალკე საკითხია. რუსებს რო კითხო, იმათ პატრიოტის რაკეტა დაეცაო და ჩვენი არ დაცემიაო. არ ვიცი. იქ არ ყოფილ ვარ, არც რაკეტის წარმომავლობა მინახია, არც ის, მაგრამ ფაქტია რომ ხდება. ბიჭო, საკუთარ ღვიძლს არ ინდობს. ის ახლა შენ დაგინდობს ევროპის და ამერიკის გულისთვის? შენ ქართველს, რომელიც 30 წელიწადია, ბოლო 35 წელიწადია ასე ხარ ყელში გაჩხერილი ძვალივით. გუშინ წინ ასე რომ ვთქვათ, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი რატო იყო საქართველოში ჩამოსული? სპეციალური წარმომადგენელი. ვიღაცა არა. სპეციალური წარმომადგენელი. თურმე სტურუას კონცერტის ნახვა მონატრებია. სტურუას კონცერტის. აი ეს უნიფხოქალი რო იყო, რა ქვია, ვეფხისტყაოსნის გმირი თინათინი რო იყო. რა ეს საქმებოდა იმას საქართველოში? ის არ არის ვიღაცა შემთხვევით არ დადის იქეთ და აქეთ. ხო არ ჩამოიტანა საქართველოში ულტიმატუმი. ზუსტად აი ამის გამო. კი ბატონო, კიევ-პეჩორის ლავრა რო იძარცვებოდა ამდენი ხნის მანძილზე უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას რო შეურაცხყოფას აყენებდნენ, ყველაფერს რო ანადგურებდნენ, ამდენი ხანი ლიბერალური მედია ჩუმად იყო. ხმას არ იღებდა. რუსეთის აგენტებს ეძახდა, ამას ეძახდა, იმას ეძახდა, რა ვიცი, რა უბედური რა ხდებოდა უკრაინაში მართლმადიდებლობის მიმართ, ახლა გაიგეთ? ჯვარზე აკლავდნენ ხალხს და ისე წვავდნენ. ერთ მხრივ, ამას რელიგიური ფაქტორიც ახასიათებდა იმ მომს, რაც იქ ხდება. აქეთ იყო იდეოლოგიზირებული სახელმწიფო, რომელსაც მართლმადიდებლობა ეს ეყავს გამოცხადებული იმპერია და მეორე მხრივ შიგ ევროპა, რომელიც საერთოდ ყველანაირი სარწმუნოების და ამის ეს არის, რა ქვია, უარმყოფელი არის და არის LGBT, ისა რა ქვია, სამკლაურების და სამოქალაქო საზოგადოების მხარია და აი ეს ორი ძალა
ერთმანეთის საპირისპიროდ დაპირისპირებული, რადიკალურად დაპირისპირებული ორი ძალა უკრაინის ტერიტორიაზე წვეთს ახალ მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგს. გეოპოლიტიკურ წესრიგს, რომელიც საქართველოს აუცილებლად გადმოვა. აუცილებლად გადმოვა ეს ყველაფერი. და არ ვიცი შენ შემოგევლე ვინ დაბომბა. არ ვიცი მე. უკრაინელებს რო დაუჯერო რუსებმა დაბომბეს. იმიტომ რომ რუსეთი ბომბავს უკრაინას. რუსებს რო კითხო, ჩვენ არ დაგვიბომბიაო, ჩვენი რაკეტის ჩამოსაგდებად პატრიოტის რაკეტა ესროლეს და ის დაეცა თავშიო. არ ვიცი მე იქ არ ყოფილი ვარ, არც ერთი მინახია, არც მეორე მინახია და ინფორმაცია ომის დროს ამდენ ტყუილებში ისე ხდება, რომ თავსდაბოლოს ვერ გაიგებ. ფაქტი ისაა, რომ დაბომბილია. ეს რა არის, იცი, რუსებს ძალიან ცუდად მოუბრუნდათ. ძალიან ცუდად მოუბრუნდათ საქართველოსთან და ქართველები აქ საუბარი არა არის გამსახურდიაზე, საუბარი არა არის შევარდნაძეზე, მადასმულზე, სააკაშვილზე, ამაცი არაა საუბარი. კრემლში მჯდარმა რეჟიმებმა, რომელიც რუსეთის იმპერიას მართავს, გამოუცხადა საქართველოს ომი. კი, ჩვენ ვიყავით, ბოლომდე არ ჩვენ ვიყავით მართლები, ისინი ხო რა თქმა უნდა არ იყვნენ მართლები, ჩვენ ტერიტორიაზე მიდის ეს ძმათამკვლელი ომი და იმის მაგივრად რომ შეეჩერებიათ, ხელი შეუწყყვენ ამ ყველაფერს პირიქით. ამ უბედურებას რაც ხდებოდა. და იყო ასეთი წინასწარმეტყველება, რომელიც წინასწარმეტყველებას არავის არ ჯერა. უბრალოდ რომ მიდგება საქმეზე მერე თუ გაიხსენებს ვინმე. სერაფიმე საროველის, უდიდესი რუსი წმინდანის წინასწარმეტყველება, რომელიც პირდაპირ უბარებდა, რომ არ იომოთ საქართველოში. არ ეომოთ საქართველოს, თორემ ომი გექნებათ ღვთისმშობელთან. აბსოლუტურად იდენტური ხდება ყველაფერი უკრაინის ტერიტორიაზე. ზუსტად იგივე, რაც ჩვენ გაგვიკეთეს აფხაზეთში, როგორც ქართველი და აფხაზი მტრად გადაკიდეს ერთმანეთს, უკრაინელი და რუსი ისე მტრად გადაკიდებული ერთმანეთს, ამას თაობები არ ეყოფა შესარიგებლად. კი ბატონო. ეს როგორც ერთმა მხარემ, ისე მეორე მხარემ დაუშვა, ესე რა ქვია, კატასტროფული შეცდომები. და ეს საერთოდ მთელი ეს სლავური ოჯახი არეულია და ღმერთმა იცის როდის იქნება და რანაირად გამარჯვებული ომი რო დაიწყო, აქამდე რომ მივიდა საქმე, ამ ყველაფერში გამარჯვებული დასავლეთი იმ წუთში იყო. როდესაც ორი ღვიძლი ძმა რომ ერთმანეთს გადაეკიდება საომრად, ორი ღვიძლი ძმა, ამ ორ ღვიძლ ძმას შორის გამარჯვებულიც კი დამარცხებულია, იმიტომ ძმაზე გამარჯვებული არ გამოდის. და ეს ხდება ამ მომენტისთვის და ეს ასე არ დამთავრდება. პუტინს ჰაერში გაგლიჯავენ რუსები. თქვენ მართლა ხო არ გონიათ, რომ ეს რა ქვია, ამ ყველა მართლა ისე დებილი და ავატყოფი არის ამ რუსეთში, ამ ყველაფერს არ უყურებს პრიგოჟინი, ვინ იყო პრიგოჟინი? პრიგოჟინზე რაც გინდათ ის გეძახებიათ, რუსი პატრიოტი იყო და ხედავდა იმას, რაც ხდებოდა. და იყო ამ სისტემის წინააღმდეგ გაჯანყებული. თქვენ გონიათ გენერალიტეტში არ მიდის ესეთი საუბრები? მეორე მსოფლიო ომი იმაზე ნაკლებ დროს გაგრძელდა, რაც უკრაინაში ომი მიდის. და დონბას ვერ გაცილდა რუსული არმია. როგორ შეიძლება, ამიტომ სტალინის სახელის ხსენება ყველგან აიკრძალა. სტალინის პერიოდში საბჭოთა კავშირმა მაშინ ახევარი ევროპა დაიპყრო ამ პერიოდში. ამიტომ ეს ყველაფერი ხდება, ამიტომ ამის სული საუბარი როგორც მობილიზაციაზე დაახლოებით ყველა მიცის 4-5 მილიონიანი არმიის მობილიზება თუ არ მოხდა უკრაინაში, რუსეთში. უკრაინის კონფლიქტს ვერ გადაწყვეტს მილიონიანი არმია. ვერანაირად ამხელა უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერ გააკონტროლებს, მით უმეტეს როდესაც უკვე უკრაინელები თუ ადრე იყო ამის განცდა, რაღაც იგივე ყირიმში, იგივე დონბასის ნაწილში, არ აღიქვამენ რუსებს განმანთავისუფლებლად. ამიტომ აქ ბრძოლა აქვს როგორც ხელისუფლებასთან და რეჟიმთან უკრაინის, ასევე ბრძოლა აქვს ხალხთან. ხო და ამას სჭირდება უზარმაზარი ძალა. გაიწელა დრო, ერთი მხრიდან დაღუპულები, მეორე მხრიდან დაღუპულები უზარმაზარ ციფრებზეა გასული, რა საბჭოთა ავღანეთი, ევროპის ავღანეთი იქნება უკრაინა. ვინ გითხრათ ხალხო? ვინ გითხრათ რა შედარება არის? საერთოდ ვისაც უფიქრია რა შედარება ამ ყველაფერთან მიმართებაში. საბჭოთა კავშირს ავღანეთში დანაკარგი ჰქონდა სულ 14,000 ჯარისკაცი.
აქედან 358 იყო საქართველოსდან. და დღევანდელ რუსეთ-უკრაინის ომში საუბარი მიდის მილიონებზე დანაკარგები. მილიონებზე მიდის დანაკარგები. 1 მილიონი, 2 მილიონი, 20 მილიონი დარჩა უკრაინაში ადამიანი, დანარჩენები გარბიან, იცლება ეს ქვეყანა. ხო და ჩვენ გვეუბნებიან, რაც დამართეს უკრაინას, რომ ხალხი იყო თურმე მაიდნის დარეული, აი იქეთ წამოდითო. და ჩვენ ვლაპარაკობთ ამ დროს, ეს რა ქვია, უწიგნური გაუნათლებელი, ესა რა ქვია, ვანის რაიონის კუნთმაგარ და გონება ჩლუნგზე. რომელსაც სინდის ნამუსის ვარიანტი არ გააჩნია. ნორმალურია ხალხო ეს? სერიოზული განხილვა ამ საკითხებთან დაკავშირებით ხდება ხვალდაზე განსაკუთრებით გაფრთხილებ სტალინის მაგინებლებს. ხვალდაზე ჩემი ინფორმაციით ჩრდილო კორეაში ხდება ძალიან დიდი მობილიზება, სხვადასხვა ფორუმებზე იყო წაკითხული, წავიკითხე ყველაფერი, წაკითხული ინფორმაცია არის. ჩრდილო კორეაში ხდება უზარმაზარი ძალის მობილიზება, იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა არის, რომელსაც რუსეთთან აქვს პირდაპირ დადებული ხელშეკრულება და მათ დაამტკიცეს, რომ ეს შეუძლიათ მათი ძალები. შეიძლება ხვალდაზე კიმ ჩენ ინის ჯარისკაცები კავკასიაში მოავლინონ. და რო იძახით, ჩრდილო კორეას რო დაცინით და უთხრან, იქ სტალინის სამშობლოაო, სტალინის სამშობლო არისო და სტალინის სამშობლო არის კაპიტალისტებიდან გასანთავისუფლებელია. და შეიძლება მალე კიმის ჯარისკაცები გორში ნახოთ. ვინმეს უფიქრია ამაზე? არა, არ ფიქრობენ ამაზე. არა, კაცო, ეგ ყველაფერი ჩვენ შიგ ევროპაში გვინდა, ვინ რას დაგვაკლებს. თავისი წევრი ბალტიისპირეთის გამო და რუმინეთზე თავდასხმის გამო. ხო იძახით, რომ რუსული დრონები არის. მით უარესი თქვენთვის. თუ რუსული დრონები არის რუმინეთში, თუ რუსული დრონები არის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაა ნატო? რატო არ მოქმედებს? რატო არ ერთვება ომში? აბა ახლა ბალტიისპირეთისთვის თუ არ ერთვება აწ უკვე წევრი ქვეყნისთვის, რუმინეთისთვის თუ არ ერთვება უკვე წევრი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის თუ არ ერთვება, რომელსაც აიარაღებს, სამხედროებს უგზავნის ყველანაირად, ნატო ომობს. რატო არ ერთვება? საქართველოს გულისთვის ჩაერთვება? და ჩვენ გვინდა. აი, გას გინდოდეს, რა პრობლემა არის, გას? რა პრობლემა არის? ნუ გიკვირთ, მე არ ხუმრობ, მე სერიოზულად გეუბნებით. თუ არა, აი, ბევრი მინახია ბევრჯერ მინახია ატეხილი სიცილი. ბევრჯერ მინახია ატეხილი ჰიჰი-ჰაჰა და მე ეს ჰიჰი-ჰაჰა ძალიან მწარედ შეცვლილა ტირილით. მე გეუბნებით, ეს არის რეალური, აბსოლუტურად რეალური მოვლენა. თუ კი საქართველოს იქნა გაბმული ამ ომში, აბსოლუტურად რეალური არის, რომ ჩრდილო კორეის შეიარაღებული ძალები იქნა საქართველოში გადმოსროლილი. მართლა გეუბნებით, არ ვხუმრობ. და გადმოსროლილი ჩრდილო კორეის ჯარისკაცებს პირდაპირ ჰქონდეთ იდეოლოგიზირებული დავალება სტალინის სამშობლოს განთავისუფლება აი ამ კაპიტალისტური რვაფეხისგან. აი მე ნახეთ ერთი წრულთვალებიანები რო შემოვლიან, იმაში მე იძახეთ ძალიან ისე 71%. დღეს 20 ივნისია. ჩვენ ხო აი ხილული სასწაულების ქვეყანაში ვართ თქვა. 20 ივნისი ხო? რა 20 ივნისს გავიხსენოთ ერთი 2018 წელი იყო, მე მგონი რა ხდებოდა 2018 წლის 20 ივნისს? ასე რომ ქონდა ნახევარ საქართველოს ხელი აფარებული. თეადარჩია და ისინი ცალი ხელი თვალზე რო ქონდა აფარებული და ცალი ხელი ტრაქზე და როც ეკვებდნენ და ბავშვებს როც ეკვებდნენ. რაზე იყო ეს ამბები? რუსი მოიწვიეს, რუსი ჩაჯდა. ასე არ იყო?
არ იყო რუსოფობიული? და ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? კობახიძე, ახლა რო დღეს პრემიერ-მინისტრია. და თქვენ ესეთი ხალხიდან სიკეთეს ელოდებით ქვეყანაში? შენ შემოგევლე მე ერთი კითხვა მაქვს, კი ბატონო, გეთანხმები გეორგევიჩ გეთანხმები 1000 კაცი გამოგითეს რუსთაველზეო და ალბათ მასე იყო, ხო? მე გეკითხები ჩემო ძმაო 2012 წლამდე გამოკითხული ერთი ადამიანი მანახე? NDI-ის და IRA-ის ისინი რო ნახეს, რა ქვია. აგენტები, ვინც შექმნა ეს სოციალური განწყობები, ვინც გამოიკლია საქართველოში. მაჩვენეთ ერთი ადამიანი. არ ვიცი, ეძებდნენ მაშინ იმ პერიოდში, მახსოვს, მაგრამ კაცშვილს არ უნახია. ვინ ჩამოიარა საქართველო? ვინ შეამოწმა ქართველების განწყობა რეალურად? დაჯდნენ ოფისში დაწერეს ის, რაც ჭირდებათ. 2008 წელსო პლებიცისტი რო ჩატარდაო შიგ ევროპაში გვინდაო. იმ არჩევნების დროს არჩევნები თუ გაყალბდა, პრეზიდენტის არჩევნები იყო, სააკაშვილმა გააყალბაო არჩევნები ტოტალურად. მეცა ის თუ გაყალბდა, ეს არ გაყალბდა? თუ არჩევდნენ იქ მარტო პრეზიდენტისას იმაშვებოდნენ, ხაზავდნენ. იმ პლებიციტმა დაუფსო საქართველოს თვალები. იმიტომ რომ მიეცათ საშუალება, რომ ეთქვათ, რომ აი ჩვენ ჯერ პლებიციტს და რეფერენდუმს ვერ ანსხვავებდნენ ერთმანეთიდან. ჩვენ ქართველი არის არჩევანი არის ნატოში გვინდა, ეგ აი ნატოში შევედით. კიდე გაიში შევალთ. ჩვენი ქვეყანა არის უპატრონოდ. უპატრონოდ. აი ამ იდიოტების ხელში არის. იძახიან სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მართლა კი არ ვამბობ, ნახდათ არ ვამბობ 2022 წლიდან, როდესაც გადახედეთ ჩემ ვიდეოებს. 2022 წლიდან რაც ხდებოდა საქართველოში. მე ვიყავი ერთ-ერთი მიუხედავად იმისა, რომ იძულებული ვიყავი სამშობლოდ, ამიტომ ამ დამპალი რეჟიმის გამო, მე ვიყავი ის იშვიათი ადამიანი, რომელიც ამ თავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერდა, რაც ხდებოდა უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებაში, რომ არ გარიეს ეს ქვეყანა, არ გარიეს, იმიტომ რომ თვითონაც დაიღუპა თავს. კი ბატონო, ეს არ კმარა. ეს საფრთხე არ დამთავრებულა. ეს საფრთხე არსებობს. ეს საფრთხე მიდის ჩვეულებრივად. ეს არ წასულა არსად. სუვერენიტეტი რა იქნება, იცი? როდესაც შენ სუვერენულად გადაწყვეტავ, როდესაც შენ ასეთ რაღაცებს ვერ გაგიკეთებენ ქვეყანაში ამ სიყალბეებს, თქვენ გონიათ ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა ძნელი საქმეა და მართლა გონიათ, რომ ესა რა ქვია, გენერალ-მაიორი მდინარაძე აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას. შედით აგერ თვითონ ქოცი აქტივისტები რას იძახიან? მოღალატეები გვყავს ოცნებაში. თავზე დაამხობენ ბიძინა ივანიშვილის ყველაფერს. მიექვსმა თუ მოინდომა და წერეუმ თუ მოინდომა მისი დაცვა გაღალატდება. ვინჩები ფეხებია ივანიშვილი კადაბს დაამხოს თავზე ქვეყანა. და ამაზე ბევრ რაღაცაზე არის საფიქრელი და ბევრ რაღაცაზე არის და მე ახლა ვისაც ეს დასაყოფი თემებია. არის უკრაინის მოვლენები, არის ირანის მოვლენები. კარგახანია ამ საკითხებთან დაკავშირებით არ მქონია მე აუდიტორიასთან საუბარი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ისე ხდება, თავი და ბოლო არ უჩანს. ჯერ არ არის შეჯერებული რაღაცაზე ყველაფერი. არის ფაზები, მაღალი ინტენსივობის და დაბალი ინტენსივობის და როგორც ჩანს ეს ფაზები მოიმატებს. და უკრაინაში რუსებს ერთეული ატომური ბომბის გამოყენება თუ მათ ძალა არ შეკრიბეს, არ უშველით. ვინმეს ნუგონია, რომ სადღაც ჩამოაგდებენ ტაქტიკურ ბირთვულ ბომბს და ეს შეცვლის სიტუაციას. არ შეცვლის. ისევე როგორც ირანში ვერ შეცვლიდა 2-3 ატომური ტაქტიკური ბირთვული ბომბის ჩამოგდება სიტუაციას, ისე არ შეიცვლება იქაც. ამას ჭირდება ძლიერი ძალა, ცოცხალი ძალა, რომელიც ძლიერი ცოცხალი ძალაც ამ ყველაფერს ფიზიკურად გააკონტროლებს. და ამას კიდე სხვა ინტენსივობა გააჩნია. მეორე მსოფლიო ომის დროს, დღე-ღამის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იღუპებოდა 20,000 ადამიანი. 20,000 ადამიანი უწყვეტად ომის დამთავრებამდე, რომ გადაანაწილოთ ის დანაკარგები.
დღევანდელ შემთხვევაში ეს დიდი 500-600 ადამიანია. მაგრამ ყოველდღიურზე რო გადაანაწილოთ. მოსალოდნელია რომ იქნება ამ ყველაფრის გაზრდა. შემევიდა ურიების დაფინანსებული ვიღაცა ტროლი ან სახელისუფლებო ტროლი და ილანძღება და ამაშობენ, ამაში ხარჯება ფული. ესეთი გლონი ხვიმინია სახელს და გვარს რო ვერ წერს, ესენი გადაარჩენენ ქვეყანას. და ჩვენ ვსდიოთ იმას, რა ქვია, მერაბიშვილის ბოდვებს. მოკლედ, გამოსაფხიზლებელია ხალხო და ბევრ რაღაცებზე სხვანაირადაა შესახედი რა. სულ სხვანაირადაა შესახედი, თუ არა, ხვალ და ზეგ არ გამორიცხოთ, რაც გითხარით, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ხდებოდეს. ეხლა კი დაგემშვიდობებით და ვისაც გაინტერესებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ უმწურავად ხომ გაკეთებული ეს ყველაფერი. და შევძანდით ერთი და მოусმინეთ, მე დავიღალე უბრალოდ ამ იდიოტთან ლაპარაკიც კი არ ღირს. მიაფურთხეთ ასეთ იდიოტებს რა. მიაფურთხეთ და ყერიდეთ ყველა იმ ფსევდოპატრიოტს, რომელიც რუსოფობიით იქნება თუ თურქოფობიით იქნება თუ რომელიმე ერთი ფობიით იქნება შეპყრობილი და ამ ფობიას პატრიოტიზმს დაუძახეს.